ბოლოდროინდელი მონაცემები, რომ ქართულმა ოცნებამ გასულ წელს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ძალიან შემაშფოთებელია. ჰელსინკის კომისია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მოუწოდებს გადაამოწმონ და სანქციები დაუწესონ პასუხისგებელ პირებს. The Hill-ის ინფორმაციით ამერიკის შეერთებული შტატების სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა ჯონ ტუნმა უარი თქვა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში მეგობარი აქტის ჩართვაზე. სენატის უმრავლესობის ლიდერმა ბოლო 3 თვეში უკვე მეორედ დაბლოკა ავტორიზაციის აქტში მეგობარი აქტის ჩართვის ინიციატივა, რომელიც დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისგებელი პირების სანქცირებას ითვალისწინებს. სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ვლადიმერ პუტინთან საკმაოდ კარგი შეხვედრა ჰქონდათ, ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მისი თქმით, მათ ისეთი შთაბეჭდილება დარჩათ, რომ რუსეთის პრეზიდენტს ომის დასრულება სურს. ტრამპი თვლის, რომ უკრაინასთან საკმაოდ კარგი შეთანხმების მიღწევას შეძლებენ. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 2026 წლის ბოლოსთვის მზად იქნება. როგორც ქვეყნის ლიდერმა განმარტა, უკრაინისთვის წარმოდგენილი მოთხოვნების 6-ვე თაბის შესრულება 1 წელიწადზე მეტროს არ წაიღებს. დონალდ ტრამპმა ჰონდურასის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ხუან ორლანდო ერნანდესი შეიწყალა. ერნანდესი 45 წლიან პატიმრობაში იმყოფებოდა, მას ბრალი ნარკოტიკებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით ვაჭრობაში ედებოდა.